მოგესალმებით მეგობრებო, ახლა მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ნამდვილი ქართველი დედა. ეტალონი და სიმბოლო თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი ძლიერი ქალბატონი, რომელიც ყოველგვარი მორიდებისა და შიშებისა და ბულინგის მიუხედავად დგას საკუთარ შვილთან ერთად და ათასობით ადამიანის თავდასხმას იგერიებს სრულიად მარტო. და ეს ბავშვი ამ დროს არის ატოზული თავისთვის. გული დამეწო პირველად ეს ვიდეო, როდესაც ვნახე რა და ისინი, ის ლიბერალი ფაშისტები, აი ხა მე ვიდეოს ჩავთავ და მე თქვენთან ერთად მე დიაგნოზი დავსვავ, მეგობრებო, აი ეხა მე დავსვავ რა არის ნამდვილი ქართული ლიბერალიზმი. მაგრამ ეხა სანამ გადავალ მე ამ თავიდან ბოლომდე ყველაფრის ანალიზზე, მეგობრებო, მე მინდა მოგიწოდოთ ჩემი მეგობრის წიგნი. ეს არის კომუნიკაცია და გავლენა, რომელიც არის უპრეცედენტო რამ, ანუ ეს წიგნი შექმნილია ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის მიერ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ურთიერთობებსა თუ სხვადასხვა საკითხებში. წიგნში მოცემულია კომუნიკაციისა და გავლენის მოპოვების მძლავრი ტექნიკები. თითოეული ტექნიკა დამუშავებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა მყისიერად შეგიძლიათ. ეს წიგნი მოგცემთ ახალ ხედვებს და ძლიერ გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობებზე და ამ მეთოდებზე. წიგნის ლინკი აღწერაში ამითითებული, Facebook-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და შეიძინოთ, მეგობრებო. აი ლიბერასტობა, შიგევროპელობა, რა არის? ამის დიაგნოზს დავსვავ და მოდი აი უყუროთ ერთად რა. მაშინ მოიწინეთ, გაბატონ, თქვენ ერთი ხართ და თქვენ 3000. ნახე, აი, გაიგეთ რა თქვა? თქვენ ერთი ხართო და ჩვენ 3000-ნიო. ნახე და ბავშვის თანდასწრებით. ბავშვის თანდასწრებით, ბიჭო, ესენი თქვენ განსხვავებული აზრის პატივისცემაზე გესაუბრებიან და თავისუფლებას, აი. რა სასაცილოა? ძალიან ძლიერ ესე ფიქრობ და მეწოდება თქვენი ბავშვი თქვენ არის აზროვნების დედა რო ყავ. აი შვილის თანდასწრებით როგორ უნდა დააბულინგო მშობელი დედა, რომელსაც არც კაცი ყავს ამ წუთას გვერდზე, არც ოჯახის წევრი, საერთოდ არავინ რომ ეს ქალბატონი დაიცვას და ამავდროულად ეს ნაძირლები ეუბნებიან პირში შვილის თანდასწრებით, ცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, წარმოიდგინეთ რომ ჩვენ 3000-ნი ვარ, შენ ერთი ხარო და მეწოდებაო, ბიჭო, შენი შვილიო ესეთი აზროვნების დედა რო ყავსო. სურო ეს ქალი გადარეული იყო, სურო ეს ქალი ეს საერთოდ აი მე რო ეხა პირადად აი 3000-იანი 3000 პატრიოტთან ერთად რო ვიდგა ქუჩაში და შიგევროპელმა გამოიეროს ბავშვთან ერთად, ხო? შანსი არ არსებობს რომ მე იგივე სიტყვები გავუმეურო ქალს. ვინც გინდა ის იყოს, აი რისი აქტივისტიც გინდით რომ მე პატივისცემა მაქვს ბავშვის. ეს ადამიანებს შორის ჩამოყალიბებული მორალური სტანდარტია, რომ რაღაცეების იქით არის წითელი ხაზები, რასაც არ უნდა გადააბიჭო. ნიშნულობა არ აქვს შენი მტერია, შენი მოყვარე, სტუმარ მასპინძელი მაინც გქონდეს ამ რეგვენებს საკითხული. ხო იცოდნენ რა არის საერთოდ რა არის პატივისცემა, რა არის ღირსება, მაგრამ ამათმა ეს არ იციან, მეგობრებო. ესენი არიან ლიბერალი ფაშისტები, უпростоრად ნეოკომუნისტები და ამას მე დაგიმტკიცებთ თქვენ რა. გაიყოსა? Bravo. მაგალი ფაძლავ ბავშვეგე, სიცხვილია. სიცხვილია, მართლა, სასიცხვილე. აი ბავშვს აფარა ყურებზე ხელი. მარტო დგას ქალი ბიჭო. აი თქვენ წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე, ჰა? აი დედა მოვიგდეს გული დამეწვა ეს ვიდეო პირველად რომ შემხვდა, ნუ არ შემელო ამას შესახებ ვიდეო არ გადამეყოთა რეაქცია, შანსი არ არსებობდა უბრალოდ რა. ყურებზე აფარა ხელი რომ ათასობით შიგევროპელი, ფაშისტი, კომუნისტი, პირწავარდნილი, ვანდალი ქუჩაში გამოსული შვილის თანდასწრებით მშობელ დედას ლანძღავს, აბულინგებს, უსტვენს და აყენებს მორალურ შეურაცხყოფას. ანუ არ ვიცი ძმაო, აი ეს თუ ევროპაა, რასაც ესენი თარგმნიან, მე ხელები ამიწევი ორი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ხალხისგან რამდენად შორს არის ევროპული ღირებულებები ნამდვილი? აი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სხვა აზრისადმი პატივისცემა. ერთხელ მაინც რო ჯონ ლოკი წაკითხული ქონდეთ, ერთხელ მაინც ჟან ჟაკ რუსო, ან დენი დიდრო, ან რომელიმე განმანათლებელს იცნობდნენ. ეს ხო მათი სამყაროა, კაც ჩემი არ არის, მე არც ერთ არ ვცემ აქედან პატივს. ბიჭო, თუ ლიბერალები არიან, თუ განსხვავებულ აზრს იცავენ რამე, როგორ შეიძლება ესე მოექცე ბავშვს და მშობელს? აი არ ვიცი ამას რომელი ადამიანი აიტანდა მან დრო გვერდით ხა ამის გვერდზე ხა მართლა კაცი მდგარიყო ალბათ. აი არ ვიცი უბრალოდ რა. აი წარმოდგენა არ მაქვს რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოყოლილიყო.
აი ხა მე მინდა თქვა ეს ნაზირალა ეხა უყურე ეს გამყიდვა ქვეყნის გამყიდველი ეხა უყურე რას ამბობს ეს არის კომუნისტი რო იცოდეთ ვაშაძე არის კომუნისტი და გეტყვით ეხა ფაქტობრივი მტკიცებულება მაქვს მაო ანუ ნახე თეორიას არ გეუბნებით ფაქტობრივი მტკიცებულება რომ ესენი აი ნახეთ უკან ხო ხედავთ საქართველოს მათთვის უბრალოდ არის აი ფარი რომელსაც ეფარებიან ევროკავშირის დროში არც ევროკავშირი არ არის ამათი არც საქართველოს ესენი არის კომუნისტები ეხა გეტყვით რატო უთხრას რომ მამა იქნება თუ დედა იქნება უთხრას რომ ცხენია რომ შენი შვილი ვარ მე მამას მოვკლავ დავახშობ დედას რევოლუციამ თუ კი მიბრძანა კალისტრატე ცინცაძეს ეს ცნობილი პროპაგანდისტული შეძახილი რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას ამარაგებდა იმით ვინც პატრიოტული შინაარსით გარეთ გამოვიდოდა ხო ეს კალისტრატე ცინცაძე ამბობდა ესეთ რამეს უნერგავდა ბავშვებს რომ რევოლუცია თუ მიბრძანებსო მოუკლავო დედასაცო და მამასაცო ზუსტად იგივე ერთ-ერთში არ გაიმეორა ვაშაძე ანუ ზუსტად ერთ-ერთში იგივე არ გაიმეორა ძმაო რომ სახში რომ იყო მამამის შეარწყვინოს და დედამისი შეარწყვინოს. ან თქვენ წარმოგიდგენია რასთან გვაქვს საქმე ხალხო? ეხლა თქვენ აქედან რეებს ამბობენ. ესე რომ თავრობაში მოვიდნენ, თქვენ რას გიზავენ იცით? აი მე ნახონ რა არის მართლა სახალხო პუჩი და რევოლუცია, რასაც ესენი ეს მათხოვრები რომ ოდესმე მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ბიჭო, პირდაპირ ფაქტობრივი მტკიცე, აი ვინ აქესებენ, ხვდებით იმ ხალხს შიგევროპელებს ქუჩაში. სახში მიდიო რა და ისო რა ქვია უთხარიო საკუთარ მშობელს რომ შენ შეგარცხვინეო ისა რომ საკუთარ მამასო და გარიყეო რა ფაქტიურად ეს ადამიანი ხა ქადაგებს იმ იდეოლოგიას რომ განსხვავებული აზრის გამო დედას დაკარგე, მამას დაკარგე, ძმას დაკარგე, ოჯახის წევრების დაკარგე, მეგობრების სულ ყველა. ეს არის ლიბერალიზმი? ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? ეს არის ღირებულებები და ფასეულობა? არა, ეს არის კომუნიზმი ხალხო. კომუნიზმის იდეოლოგია, რაც საქართველოში ამ წუთას გადმოთარგმნილია და წარმოადგენს ევროკავშირის ამ ვარსკვლავებით მოჭედილ ლურჯ დროშას, აი ეს ადამიანი წარმოადგენს ამ ყველაფერს. ეხლა მე მინდა ის დაუბრუნდე ამ ქალბატონს რა და ეს შესანიშნავი რავი ხელოვნების ნიმუში უკვე ჩემთვის რომელიღაც ერთ-ერთმა რავი პატივისცემა იმ ადამიანს ვის ეს ხელოვნების ნიმუში შექმნა რომელიც დღეს გამოხატავს ქართველი ქალის ჭეშმარიტ სახესა და სიძლიერეს. აი ჩემი აზრით ეხლა მე რომ მკითხოთ ხო აი 9 ძმა ხერხეულიძეს ხო 9-ვე რო ბრძოლის ველზე დაეცა აი დროშა რომელიც 9 ძმას ეჭირა შემდგომ აიღო დედამ ხელში. და რა ერთი ასეთი მაგალითი გვაქვს თუ რას ნიშნავს ქართველი ქალის სიმტკიცე, სიძლიერე და მისი ღირებულებისა და ფასეულობების დაცვა, ხო? ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ქალმა რამხელა სტრესი აიტანა ამდენი 1000 ხა ზოგ ადამიანს ბულინგის ეშინია ონლაინ. ბევრი ადამიანია ეგეთი. და მე მინდა ეხლა მათ გასაგონადაც ერთი მნიშვნელოვანი რამე ვთქვა რა. ნუ იქნებით მოწყვლადი, როგორც აი რუსთავიორისა და იმედის რამოდენიმე ჟურნალისტმა რო დატოვა იმის გამო პროტესტის გამო თურმე მაშინ გაიგეს რა რეჟიმია, რა სისტემა და ნუ იქნებით მოწყვლადი. ნუ დაგაგოიმებე შიგევროპელები. აი რუსთავიორისა და იმედის ჟურნალისტებს მიმართავ ამით. აი ქართული ქალის სიძლიერე რა არის. და არა ის დუტა სხირტლაძე რო გაიქცა ეგრევე რაღაცა. მაქამდე რას მიკეთებდა ეს ძალიან მაინტერესებს. აი დუტა სხირტლაძე რას მიკეთებდა იმედში. თო გამჭირვალობის კანონზე რო იყო დარბევები, მაგის მერე რო იყო, აი მაშინ იმ წამს გადაატრიალა რაღაც საზომი, ვანდალები რო დაიჭირეს ქართულმა სამართალდამცავებმა. ეგ იყო რამე არაკანონიერი? დედას რო პოლიციელებს აგინებდნენ, ეგ იყო არაკანონიერი? ზოგ შობელი რო ყავდა გარდაცვლილი და შობელს რო უგინებდნენ თავის საფლავიანად, ეგ იყო არაკანონიერი, ამის გამო გადადგნენ? აი ქართული ქალის სიძლიერე რა არის და არა ის ჟურნალისტები ვიღაცები რო გადადგნენ და შეუერთდნენ ამ ვანდალებსა და ბარბაროს კომუნისტებს ქუჩაში. სირცხვილია უბრალოდ. ჩემთვის ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა ეგ ყველაფერი მინდა გითხრათ. რატო? რატო და ერთი მარტივი მიზეზის გამო. როდესაც ონლაინში გამოდიხარ და რავი ბულინგის გეშინია, მაშინ ძმაო გააუქმე ყველაფერი. YouTube-იც გააუქმე, Instagram-იც გააუქმე, TikTok-იც ყველაფერი გააუქმე მაშინ. ნუ გეშინიათ ამ სოციალურ ქსელში ბულინგების გეშინიათ ხალხო და აი ამ ქალმა რა გათქოს 1000 კაცი ეთქვა წინ. 1000 კაცი. და უსტვენდნენ საკუთარი შვილის თანდასწრებით. და ამ დროს რუსთავიორიდან და იმედიდან ჟურნალისტი მიდის იმის გამო რომ აიმე რეჟიმმა როგორ დაიჭირა ისა რა ქვია პატარა სინგლიანი ჟღლინტიანი უზრდელი ბავშვი. რა უნდა არასრულწლოვანს იმაში რა ქვია აქციაზე საერთოდ. რუპორებით რო გამოდიან და პოლიციელებს დედას აგინებენ და ქვებს ესვრიან და მოლოტოვებს ესვრიან. რა უნდა შობლები არ ყავთ? მიშას დრო ძალიან კაი სისტემა იყო რო არსებობდა ის რა ქვია მალალეტკები. ავჭალაში. რატო დაანგრიეს? არ უნდა დაანგრიეს. ქუჩაში როდესაც გადიხარ ეს კაცურშიც რავი ქუჩაში ნებისმიერი გაგებითა და ნებისმიერი იდეოლოგიით ხო ქუჩაში როდესაც დგები ხო შენც უკვე ნარავნი ხარ მაგათან უკვე
შენც უკვე პასუხისგებელი ხარ შენ ქმედებებზე და შენც მოგეთხოვება შენიანად. ამიტომ ეს ფსევდო რაღაცა რო იფარებთ, ბავშვი რატო დაიჭირეს? ვაი მე სისტემა ამას ჩაგრავს, ხო? უზრდელია და მაგიტომ დაიჭირეს. უზრდელი თავხედი გაუზრდელია და მაგიტომ დაიჭირეს. ეგეთი ადამიანები სააკაშვილის დროს როგორც იყო ავჭალის გამოსასწორებელი კოლონია, უნდა გაუშვა და ახეხინო ვირის საბანო, სადაც ზრდილობასა და კულტურას ასწავლიან. ამიტომ მე ვემხრობ იმედიას, რომ დაბრუნდეს არასრულწლოვნების კოლონიები საქართველოში. იმიტომ რომ ბევრი უზრდელი და ტვინ გამორიცხილი ახალგაზრდა და დაიყენებენ, აკეთებენ ბავშვი რატო დაიჭირეს? აი ბავშვი ვინ არის? აი დედა ვინ არის? აი საქართველო რა? აი ეს არის ჩემი საქართველო, ჩემი ოჯახი, აი მთლიანად. და ამ ქალს უდიდესი პატივისცემა და უდიდესი სიყვარული ჩემგან და უდიდესი მხარდაჭერა თელი ჩემი აუდიტორის სახელით ვამბობ ამას, იმიტომ რომ მე დარწმუნებულად თითოეული თქვენთაგანი ჩემ აზრს ამ მომენტში და ამ კონკრეტულ სიტუაციაში იზიარებთ. ჩვენ არ გვინდა ისეთი რეალობა მივიღოთ, სადაც ქართველი ქალი იქნება დაჩაგრული. მაგრამ დღეს აი ხა იმ დღეს ბოდიში რაც გამოვლინდა, ხო, აგერ რომ ყაზბეგის მოედანზე რომ მიაწყდნენ ეს ისინი მოსიარულე მკვდრები შიგევროპელები ამ ქალს და საკუთარ ყურებზე რო ხელი, ანუ გული და სული დამეწვა, მართლა ეს ვიდეო რო ვნახე თავიდან რა. და ერთს აზრად არ მოუვიდა, ბიჭო, რომ ეთქვა, რომ სირცხვილია საკუთარი შვილის თანდასწრებით ჩობელს როგორ მოიხსენიებთ. სულ რო ფაშისტი იყოს, კაცო, სულ რო აი კანიბალი იყოს საერთოდ. როგორ შეიძლება ეს საკუთარი შვილის თანდასწრებით გაუკეთო? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებს, მე მაგალითად, მე პირადად ადამიანი, მე რო ეხა ვყავდეს, აი უზარმაზარი აქცია რომ გქონდეს ქუჩაში და შიგევროპელმა გაიაროს ერთმა, ხო? აი მე ვიქნები პირველი, ვინც წინახუდგება მაგ ადამიანის მიმართ განხორციელებულ ბულინგს. რადგან ეს არის არაპროპორციული ძალების გამოყენება ადამიანის მიმართ. რაც არის არაკაცობა, არაღირსევლობა და არაადამიანობა, არაქრისტიანობა და არამართლმადიდებლობა. და ამათ ბიჭო ევროპის სახელით გელაპარაკებიან და ამაზე დიდი კომუნისტები საერთოდ მე მგონი ლენის, ტროცკის და მაგათ არ დაისისრება და რას ლაპარაკობს. კიდე გჯერათ თქვენ რომ ესენი მართლა ევროპას იცავენ? ევროპას იცავს აი ეს 1,200,000 ქართველი კაცი, ვინც მივიდა და ქართული ოცნება შემოხაზა. პირდაპირ გეუბნებით ხوارმალავ რაღაცას. ევროპა მართლა უნდათ მაგ ადამიანებს, ვინებაც ეგ ნორმალური გაწონასწორებული ხალხი, რომელსაც უნდათ საგან ღირსებით ინტეგრაცია ამ დედააფეთქებულ იმაში, რა ქვია, კორუმპირებულ ქსელში. როდესაც გაიწმინება და ჩამოშორდებიან ორსულო ფონდემაიერი და ეს თელი ბიუროკრატთა თელი კლანი, რომლებიც ეხლა სიცხლს წოვენ ევროპულ ქვეყნებს. უნგრეთს ასანქცირებენ, პოლონეთს ასანქცირებენ, სლოვაკეთს ასანქცირებენ იმის გამო, რატომ მიიღო უნგრეთმა იმას რა ქვია, სუვერენიტეტის კანონი. რითიც ქვეყანაში NGO-ების რა ქვია, მოქმედება და მათი თარეში აკრძალა ორბანმა. ამ დროს ორბანი თითქოს ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და სანქციებით რო უჯდება ეს ყველაფერი იმის გამო, რომ საკუთარ ღირებულებებს ინარჩუნებს და ესენი არიან პრორუსები. აი ხო ხვდებით რა არის თანამედროვე სისტემა ძმაო. ხო ხვდებით? ამიტომ ესეთი ევროპა ჩემთვის უინტერესოა. როგორც ბიძინა ივანიშვილი იყო და ესეთი ევროპა ეხა რაც იქ არის, ხო? განსხვავებული აზრის კომუნისტური ხრიკებით და კომუნისტური მექანიზმებით ადამიანების დასანქცირება, ადამიანების გარიყვა, განსხვავებული აზრის დევნა, ხო? მაკრონი გვეუბნება, რომ არალეგიტიმური მთავრობა ყავსო ადამიანი, რომელმაც თვითონ პარლამენტმა არალეგიტიმურად ცნო. შოლცი მეუბნებოდა იმას, რომ ოცნება არალეგიტიმურიაო და თვითონ ბუნდესტაგმა გამოაცხადა, რომ არალეგიტიმურია საერთოდ შოლცი გერმანიაში. ლიეტუა და ესტონეთი გვადებენ სანქციებს, როდესაც საკუთარ ქვეყანაში არჩევნებს აგებენ. და ესენი გიკითხავენ თქვენ მორალს და თქვენ იჯერებთ მე ხალხო. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, გაეცანით ევროპის პოლიტიკას, ყურადღებით იკითხეთ X-ი, ყურადღებით უყურეთ Fox News, ყურადღებით დააკვირდეთ ევროპულ პოლიტიკას. ევროპული პოლიტიკა ნუ გონიათ მაკრონი რო გამოვა და რაღაც სისულელებს მოროშავს. დააკვირდით თითოეულ ქვეყნებს. არ ვიცი, უბრალოდ ჩემთვის ახლა მე რომ ამ ქალის მიმართ აი დიდი მხარდაჭერა არ გამომეცხადა და სოლიდარობა და ავი პატივისცემა და სიყვარული და გვერდში დგომა და აბსოლუტურად ყველანაირი მხარდაჭერა ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა. აი სხვა რეალობას მე ვერ წარმოვიდგენდი რა. ამიტომ მინდა რომ თქვენს კომენტარებში ამ ქალბატონს გამოუცხადოთ მხარდაჭერა და მინდა რომ აი ესეთი სამაგალითოები იყოს თქვენი ქვეყნისთვის, როგორც ეს დედა და შვილი არის და მის უკან ღირსეულად დაფრიალებული საქართველოს დროშა. ეს იყო ჩემი მესიჯი. დროებით.